წავედი ლაივში. მიეცი შენი რამე ცეციკადი დაამატე სანამ დამირეკო დაამატე მოგესალმებით ბათუმიდან. დღეს არის უწყვეტი საპროტესტო აქციების 53 დღე უკაცრავად. 53 დღეა საქართველოს მოსახლეობა აპროტესტებს ქართული ოცნების მიერ ქვეყნის ევროპული კურსის შეცვლის მცდელობას, თუ შეიძლება ასე ითქვას. ბათუმში, ისე როგორც საქართველოს სხვა ქალაქებში, 53 დღეა უწყვეტად იკრიბებიან მოქალაქეები. ბათუმში შეკრების ადგილია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო დაჭარის მთავრობის სახლი, ეს არის გამსახურდიას ქუჩა, სადაც ყოველ საღამოს გამოდიან, საღამოს 7 საათიდან იწყება ხოლმე შეკრება, გამოდიან მოქალაქეები და იწყებენ თავიანთი პროტესტის გამოხატვას. დღეს არის განსხვავებული დღე, იცით თქვენ ის ტრაგედია, რომელიც მოხდა ოკუპირებულ გალის რეგიონში, გალის რაიონში, 5 ბავშვი დაიწვა სოფელ საბერიოში და დღეს ასევე დაშვებულია დროშები სახელმწიფო შენობებზე, რადგან გამოცხადებულია გლოვის დღეც და საპროტესტო აქციის მონაწილეებმაც გადაწყვიტეს, რომ შეეცვალათ თავიანთი აქციის ფორმატი. ეს არის ერთგვარი მდგომარე აქცია, ანუ არ არის სიტყვით გამოსვლები, არ არის მუსიკა, არ იქნება დღეს ასევე მარში და აქ მოვიდნენ ადამიანები და მდგომარედ მართავენ აქციას, ასე ვთქვათ. ეს ყველა ტრადიციული აქტივობა, რაც ჰქონდათ ხოლმე საპროტესტო აქციის მონაწილეებს, დღეს არაფერი მსგავსი არ იქნება. უბრალოდ მათ გადაწყვეტეს მოსვლა და აქ დადგომა უწყვეტობის შესანარჩუნებლად. მე ხავ ვეცდები, რომ გავესაუბრო აქციის მონაწილეებს. გამარჯობა, ბათუმელების ლაივში ხართ, თუ შეიძლება რომ გკითხოთ, 53 დღეა უწყვეტი საპროტესტო აქციები მიმდინარეობს ბათუმში. თქვენ დღეს არის გლოვის დღე და განსხვავებული სიტუაცია, განსხვავებული აქცია, თუმცა მაინც გამოხედით. რა არის ის თავარი მოტივი, რაც ყოველ დღე ხედავთ, რომ ყოველ დღე დადიხართ, გაიძულებთ კი არა და გაძლევთ ძალას და ენერგიას, რომ აქ გამოხვიდეთ და ამ სიცივეში დადგეთ და გააპროტესტოთ. 40 მარტივია.
სამშობლოსადმი სიყვარული გვაკეთებინან სამას. ეს გათანაბრებულია ადამიანის ინსტინქტთან. ეს ინსტინქტურად ხდება. როცა გიყვარს შენი ქვეყანა და მას უდგება გასაჭირი, დგები და მის სამსახურში იღებ ასე ვთქვათ მონაწილეობას, რათა ის გადაარჩინოთ. ეს არის სამშობლო გადასარჩენი. და შესაბამისად ჩვენ მაგით ვართ გარეთ. სხვა არაფერი. მიზეზი სხვა არ არსებობს. არ ვიცი იცით თუ არა რომ აქტივისტთა ნაწილი არის დაბარებული სასამართლოში 13 იანვარს აი ამ ქუჩის გადაკეტვის საქმეზე, ასე რომ ვთქვათ. თქვენც ხომ არ ხართ მათ შორის პროექტში გკითხავთ? არა. ერთ-ერთი ვერსია რატომაც ეს ადამიანები დაიბარეს არის რომ ერთგვარად დააშინონ და შეწყვიტონ პროტესტი. თქვენ როგორ ფიქრობთ, იმოქმედებს იგივე ჯარიმები ან სასამართლოში დაბარება საპროტესტო მუხტზე ბათუმში? მერწმუნეთ, ჯარიმა კი არა, პატიმრობა არ იმოქმედებს ამ ხალხს. უბრალოდ სასაცილოდ გამოიყურებიან ისინი, რასაც ახლა ჩადიან. რავი, ჩვენ მზადა ვართ და ველოდებით რომ კიდევ უარეს ჩაიდერენ ესენი და გონი ურჩევდი, გონი კი არა, ურჩევდი რომ მეტი არ გაბედოთ და კონსტიტუციური ჩარჩოებიდან არ გახვიდეთ. თქვენთვისვე უკეთესია. პირდაპირ გეუბნებით, თქვენთვისვე უკეთესია, იმიტომ რომ ჩვენ არ ვაპირებთ დანებებას, იმიტომ რომ ჩვენ რო დავვნებთ, ჩათვალეთ რომ ქვეყანა უნდა დავკარგოთ და ჩვენ ამის იქეთ წასასვლელი არსად არ გვაქვს და აქედან გამომდინარე მოგიწევთ თქვენ ყველაფრის დათმობა, იმიტომ რომ თქვენ არასწორები ხართ და ჩვენ ამ ბრძოლას ჩვენ ვართ მართლები. თქვენ სახელი და გვარი? გუბა ლამბარაც. დიდი მადლობა. ეს იყო აქციის ერთ-ერთი მონაწილე, რომელიც მე რასაც ხედავ ხოლმე მუდმივად არის ამ საპროტესტო აქციებზე. როგორც გითხარით, დღეს არის გლოვის დღე და აქციის მონაწილეებმა სანთლები აანთეს და ამ ფორმით დგანან საბერიოში 5 მოზარდი დაიღუპა ტრაგიკულად, ხანძარი გაჩნდა სახლში და ხანძრის შედეგად დაიღუპნენ ეს ბავშვები. მაშინაც თვითონ ეს შეიძლება იყო მენორუსული და ამაზე ყველა იყო გამარჯობა აზა. მინდა გკითხოთ 13 იანვრის სასამართლო პროცესზე. თქვენ ხართ ერთ-ერთი მათ შორის, ვინც დაიბარეს და ვინც დაბარებულია სასამართლოში აი ამ ქუჩის გადაკეტვის საქმეზე, ხომ? პირველ რიგში მაინტერესებს, როდესაც მიიღეთ ეს შეტყობინება, როგორი რეაქცია გქონდათ? რამდენად ელოდით ან არ ელოდით ან რა იყო თქვენი პასუხი ამ უწყებაზე? პირველ რიგში სამძიმარს რო ტყობი გარდაცვლილ ოჯახს და არც კი ვიცი რანაირად უნდა ვანუგეშოთ ზოგადად მსგავსი ტრაგედიები ძალიან ბევრი რამით არის ქვეყანაში გამოწვეული და მათ შორის იმ სიზუხკირით და გაჭირვებით რაც არსებობს საქართველოში და მათ შორის ოკუპირებულ ნაწილში. რაც შეეხება სასამართლოს, რომელზეც თქვენ კითხვა დამისვით, რო გითხრათ, რომ მოულოდნელი იყო მათი მხრიდან ამის ჩადენა, ალბათ არა, იმიტომ რომ 16 დეკემბერს საოცრად პოლიციური მობილიზება ჰქონდათ გამოცხადებული, ისევე როგორც არასოდეს, იმიტომ რომ ჩვენ ყოველ დღე 53 დღის განმავლობაში ვდგავართ ქუჩაში, ზოგჯერ ბევრი, ზოგჯერ მცირე რაოდენობით, მაგრამ ის რაოდენობა ხალხის პოლიციის, რომელიც იმ დღეს იყო გამოცხადებული, არ ყოფილა. ფაქტიურად გადაკეტილი ჰქონდათ ქუჩა, ბლოკირებული ჰქონდათ, თავად საკუთარი მანქანებით ჰქონდათ ბლოკირებული ქუჩა და ჩვენ ვიყავით წვიმიანი ამინდი იყო, ისე როგორც ყველა დღე გადავქონდა დიდი ქოლგები გავშალეთ და ამ ქოლგების ქვეშ ვიდექი. უცებედად მოцვიდნენ ძალიან დიდი რაოდენობის, გთხოვეს რომ აი გადავსულიყავით, დაგვეტოვებინა ქუჩა, იმიტომ რომ არ ვიყავით საკმარისი რაოდენობის
სინამდვილეში ვიყავით იმდენი ადამიანი, რომელიც ვართ ეხლა დღეს და მგონია რომ საკმარისი რაოდენობით ვიყავით. გვეუბნებოდნენ რომ გონივრულ დროს მოგცემთ და გონივრული რაოდენობა არ ხართ, მაშინ გვეუბნებოდით რომ რამდენია გონივრული რაოდენობა, მაშინ გვეუბნებოდნენ არც დროს და არც რაოდენობასაც არ მიუთითებდნენ და გვემუქრებოდნენ რომ ჯარიმებს გამოგვიწერდნენ. არ დააყოვნა და ნამდვილად სადღაც 31-ში დილით დაგვირეკეს და ყველას შეგვატყობინეს, რამოდენ 12 ადამიანს შეგვატყობინეს, რომ სასამართლო გვექნებოდა 13 იანვარს, არ განიხილებოდა სასამართლოს გადადება და მათ შორის არც წერილობითი დამადასტურებელი რაიმე შეტყობინება მოვიდოდა ამ საკითხთან დაკავშირებით. მოგვიანებით როგორც გავიგეთ, გვედავებიან 174 მუხლის პირველი მუხლის მეოთხე ნაწილით, რაც ნიშნავს ქუჩის გადაკეტვას და ორგანიზებას აქციების, რაც წარმოუდგენელია, იმიტომ რომ ორგანიზებას თუ ეძებენ, შეიძლება ჩათვალა, რომ მთელი საქართველოა ამ აქციების ორგანიზატორი და ამ აქციებს არ აყავს ერთი ორგანიზატორი. ამ პროცესებში იყო ისიც გასაოცარი, რომ ძალიან აგრესიულები იყვნენ თვითონ შეკრებილი საზოგადოებისადმი, აგრესიულები იყვნენ ჟურნალისტების მიმართ და ამის კადრებიც არსებობს, როგორ შეეხნენ ხელით, როგორ აყენებდნენ შეურაცხყოფას, როგორ იყვნენ ზოგადად აგრესიულები ადამიანების შეკრებილი საზოგადოების მიმართ. ეს იყო მთლიანი პროცესი, დანარჩენი არის 13 იანვარს ჩანიშნული, 12 ადამიანი ვარ წარდგეთ სასამართლოს წინაშე, დანარჩენს ვნახავთ, თუმცა ქართული ოცნების სასამართლოსგან არაფერს სასიამოვნოს და კარგს არ ველოდებით. მიზანი რა იყო თქო, რა არის ამ ასე ვთქვათ პროცესის თქვენი აზრით, დაშინება აქციის მონაწილეების, რაღაცა მუხტის დაგდება თუ რა? ისევე როგორც ამას ხედავენ, რომ მთელი ამდენი წლის განმავლობაში არავის არ ეშინია აი ამ ტერორის, ამ პოლიციური რეჟიმის, რაც არის, ხედავენ რომ რამდენი ადამიანი დააშავეს, მაინც გამოდის ხალხი, დაიჭირეს, კიდე გამოდის ხალხი. სამსახურებიდან უშვებენ ადამიანებს, მაინც გამოდიან გარეთ. ანუ ვერანაირი ფორმა ვერ გამონახეს იმისა, რომ ადამიანები დააშინონ და კონკრეტ რაღაცა ეს ტერორი გამოცხადებული საყოველთაო და გადაწყვეტეს, რომ იქნება ამით მაინც დავაშინოთ ჯარიმებით, ციხეებით, მაგრამ თუ ამას ცდილობენ, მინდა უთხრა, რომ ნამდვილად არ გაჭირს. ერთ შეეშინდება, მეორე გამოვა, მეორე შეეშინდება, მესამე გამოვა. ასე რომ ქართულ საზოგადოებას ვერ შეაშინებს, იმიტომ რომ ჩვენ მხარეს არის სიმართლე, ჩვენ ვიცავთ ჩვენ ქვეყანას, ვიცავთ თავისუფლებას, ვიცავთ კეთილდღეობას, ვიცავთ დემოკრატიას. და ჩვენ ყველაფერს ამას ვაკეთებთ სამართლიანად, მშვიდობიანად, უსაბამისად, ვერანაირი კანონი, ვერანაირი ძალადობა, ვერანაირი მუქარა ამას ვერ გააჩნევს. დიდი მადლობა, ეს ყველაზე გაბუნია, რომელიც 53 დღეა უწყვეტად დგას ამ საპროტესტო აქციებზე და ერთ-ერთი მათგანი ამ 12 ადამიანიდან, ვინც დაბარებულია პოლიცია სასამართლოში 13 იანვარს და როგორც უკვე გითხარით, ედავებიან ქუჩის გადაკეთებას.
როგორც გითხარით, ეს არის საერთო რომელიც დღეს იმართება 53-ია იმართება ბათუმში და ეს არის ამონია შენ გაგანია ვაჭირება ბიჭო, ამდენი ის განმავლობაში არის. ორი გაკა, ორჯერ გაკა და 740 ლარი გაკა. ეკას. აი და ერი ეს სასამგერო მეუბნებით მithali და 60 ლარი გაკადა. როგორც უკვე გითხარით, დღეს გლოვის დღეა საქართველოში, ამიტომ აქციის მონაწილეებს არ აქვთ არც მის გამაძლიერებლები მოტანილი, არც მუსიკა, არც მარში არ იქნება დღეს. ეს ადამიანები უბრალოდ მოვიდნენ პროევროპული პროტესტის დაწყების 53 დღეს ისევ ჯიუტად აპროტესტებენ ქართული ოცნების გადაწყვეტილებას. თქვას უარი 2028 წლამდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნაზე. ოფიციალურად ასე თქვა და ასე დააფორმულირა ქართული ოცნების პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ყობახიძემ თავის გამოსვლაში თუ რას აპირებდა ქართული ოცნება. მან თქვა, რომ ისინი არ აპირებდნენ მოლაპარაკებების პროცესის დაწყებას 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან. აქ ადამიანები არიან შვილებთან ერთად მოსულები, შორის მცირეწლოვანებიც არიან, საკმაოდ მცირეწლოვანებიც. მე მგონი ეს ბავშვი აქციაზე ცდილობს ფეხის ათქმას აშკარად. გამარჯობა, თქვენი შვილიშვილია? აქციაზე მოსულა. არა. არ არის. ასეთია დღევანდელი დღე, მე დაგემშვიდობებით და შევხვდებით ხვალ ისევ საღამოს 7 საათზე ბათუმში საკონსტიტუციო სასამართლოსთან, სადაც უწყვეტი საპროტესტო აქციები იმართება უკვე 53 დღეა.